დღეს მათ შორის გამოსვლებს რო უსმენდი, ჩვენც ვიყავით დიდ გორზე მაგ დროს და არანაირ განცდა არ იგრძნობოდა და ოცნების შინაარსი ხო იგეთია, რომ არ იგრძნობა ოცნების აღალჩინოსნებს შორის რაიმე რეალური განცდა პატრიოტული საკითხების მიმართ. არანაირ აი სიტყვით გამოდის, არ ვიცი, თავდაცვის მინისტრი პირობითად ვამბობ და ხო უნდა იგრძნობოდეს, რომ შენთვის ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ხვდება, რომ მათ პატრიოტული საკითხების მიმართ, ეროვნული საკითხების მიმართ არ აქვთ ემოციები. და დღევანდელი ეს ვიზიტი თურქეთში, მე არ გამოურიცხავ თურქულმა მხარემ ამას ყურადღება მიაქცია და მაგ დღეს შესთავაზა და გეკვა. თურქეთის ხელისუფლება მათი ქვეყნის პატრიოტულ საკითხებს, მათი რელიგიის ემოციურ შინაარსობრივ საკითხებს მართლა ემოციურად უდგება და ამას დიდ მნიშვნელობას აინჭებს განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან. მე არ გამოურიცხავ, რომ იმ მხარემ შესთავაზა ეს დღე შეგნებულად. ამათვის დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს. ალბია ოცნების დამოკიდებულება და ინდიფერენტულია ოცნების დამოკიდებულება პატრიოტული თემების მიმართ და დღევანდელი ეს ფაქტი დიდგორობას თურქეთში ჩასვლა ამ ინდიფერენტულობის დემონსტრაციაა ჩემი აზრით. კონსერვატორების საქართველოსთვის